გარეჯი საქართველოა კამპანია გვახსოვს ყველას, დაკავებული ადამიანები გვახსოვს ყველას. რა მოხდა ამის შემდეგ ეს გვაინტერესებს გარეჯთან დაკავშირებით და ბოლო ვიზიტი რო გქონდათ აზერბაიჯანის პრეზიდენტი რომ მიიყვანეთ ბატონ ივანიშვილთან თუ ისაუბრეთ მინიმუმ ამ თემაზე და იმ რუკებზე რომლის გამოც ისეთი აჟიოტაჟი იყო ატეხილი. მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტები ჩვენ არსად არ მიყვავს ეს ოფიციალური ვიზიტი, გაიმართა ოფიციალური შეხვედრა, ამიტომ სწორი ტერმინებით ჯობია რომ ვისაუბროთ. რაც შეეხება გარეჯის თემას, გეტყვით რომ ცვლილება არ გვაქვს, რაც შეეხება სხვა განცხადებებს საჯაროდ არ გავაკეთებ. ცვლილება ამ ეტაპზე არ გვაქვს, ეს შემიძლია დაგიდასტუროთ. ამ 6 წლის მანძილზე მოხდა ის, რომ უდაბნოს მონასტერი და ის ჩაიკეტა ამ თქვენი კამპანიის შემდეგ გარეჯის საქართველოს. იმის შემდეგ ამ 2 წლის განმავლობაში ჩვენ ცვლილება არ გვაქვს, დანარჩენზე განცხადებებს არ გავაკეთებ. ხო, ეს არის სამუშაო. შეიძლება ვისაუბრეთ, შეიძლება არ გვისაუბრია, ამაზე საჯარო განცხადებებს არ გავაკეთებთ. არა, კიდევ ერთი შეკითხვა უნდა დაგისვათ. გუშინ ძალიან საინტერესო იყო ბოჭორიშვილთან საუბარი, პირველი ჟურნალისტის ინაც არცის, როდესაც ქალბატონი მაკა ეუბნებოდა, რომ მას მოეჩვენა თქვენი 28 ოქტომბრის ცნობილი განცხადება, როდესაც პირდაპირ თქვით, რომ აჩერებთ ევროინტეგრაციას, მოლაპარაკებებს აჩერებთ 2022-მდე და მაინტერესებს ჩვენ მოგვეჩვენა ყველას თქვენი განცხადება თუ მე გეტყვით რა ვთქვი. მე ვთქვი, რომ ჩვენი მხრიდან დღის წესრიგში 2028 წლამდე არ დადგებოდა მოლაპარაკების გახსნის საკითხი. მანამდე შეჩერებას რაც შეეხება 2024 წლის ივნისში უკვე წერილობით მათ შორის შეჩერებული ჰქონდა პოლიტიკური დიალოგიც კი ევროკავშირის საქართველოსთან. ამიტომ რაც იყო შეჩერებული, მას ჩვენ ვეღარ შევაჩერებდით. განცხადების შინაარსი იყო შემდეგი, რომ ჩვენი მხრიდან 2028 წლამდე აღარ დავაყენებდით დღის წესრიგში მოლაპარაკების გახსნის საკითხს, იქვე დავაზუსტეთ, რომ თუ ევროკავშირს ექნებოდა მოლაპარაკების გახსნის სურვილი, ჩვენ მაშინვე დავეთანხმებოდით ამას. ეს იყო განცხადების შინაარსი. მადლობა. წავედით მაღაზიაში. აჭარის რეგიონული ორგანიზაციას პირადად პრემიერმა წარუდგინა თქვენი თავი მეორე მთავრობის სამშობლოში ამჯერად თქვენი გეგმები და პრიორიტეტები წააგეს. რა თქმა უნდა, დღეს შედგა შეხვედრა ქართული ოცნების გუნდის წევრებთან ჩვენ რეგიონში. ძალიან მნიშვნელოვანი არის ის პროცესები, რომელიც მიმდინარეობს. დღეს ჩვენ უმაღლეს საბჭოში აღნიშნეთ და დავაანონსეთ პროექტები, რომელიც წინ გვაქვს. რა თქმა უნდა, ამ პროექტებში იქნება ჩართული მთელი ჩვენი გუნდი და 6 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მათთან ერთად ჩვენ ვიმოძრავებთ, რათა ბევრი წარმატება მოუტანოთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს რეგიონს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაუხადო პრემიერ-მინისტრს წარდგენისთვის. მადლობა გადაუხადო უკვე ყოფილ თავრობის თავმჯდომარეს ბატონ სულხან თამაზაშვილს, გუნდის წევრებს, უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რომელსაც ჩვენ შევეჭიდეთ და ნამდვილად წინ ბევრი საქმე გვაქვს საკეთებელი და ვფიქრობ ჩვენი მეგობრები, ის ადამიანები წლებია, რომელთან ერთად მოვდივართ, ერთად ძალიან ბევრ წარმატებას მოუტანთ საერთო გუნდს, საერთო საქმეს. ჩვენ ვიწყებთ შემოვლას ყველა რეგიონის, ყველა რაიონის, ყველა მუნიციპალიტეტის, გვექნება შეხვედრები მოსახლეობასთან და რა თქმა უნდა, მათთან ერთად ვიზრუნებთ ჩვენი ქვეყნის წარმატებისათვის. პირდაპირ ეთერში უსმენთ აჭარის მთავრობის ახალ თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს, ჩვენ კიდევ ვიწყებთ გამოშვებას. მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები კანონ პროექტი პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს, დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების დეტალები დეპუტატებს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გააცნო და სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის აუცილებლობაზე, ახალი თანამდებობის ფუნქციასა, მოვალეობებსა და დამატებით დეტალებზე ისაუბრა. სტრუქტურული ცვლილებების მნიშვნელობის დაკნინება სხდომაზე გახარიას თანაგუნდელებმა სცადეს. საპასუხოდ მმართველი გუნდში ოპონენტებს შეახსენეს მათი ლიდერის გიორგი გახარიას მოღალატეობრივი ქმედება, რომელმაც ქვეყანას ტერიტორიების ნაწილი დააკარგვინა და რომლის თავიდან არიდება სწორედ ეფექტური კოორდინაციით იყო შესაძლებელი. სოფისთვის ახალი სტრუქტურული ერთეულის მთავარი უფლებამოსილება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან კოორდინირებული მუშაობა იქნება. მამუკა მდინარაძე ასევე უზრუნველყოფს მთავრობის კოორდინაციას სასამართლოსთან, გენერალურ პროკურატურასთან და აუდიტის სამსახურთან.
ძალიან მარტივ ენაზე რომ აუხსნათ საზოგადოებას ამ კონკრეტულ უწყებებთან უშუალოდ ეს კოორდინაცია რას მოიცავს. კოორდინაცია ლათინური სიტყვაა და შეთანხმებას, მოქმედებულ შეთანხმებას ნიშნავს. კონკრეტულად რო გითხრათ, რა არის ეს შეთანხმებული მოქმედება, რომელ სტრუქტურებთან იქნება? უფრო დეტალურად აგვიხსნათ ფუნქციებთან დაკავშირებით, რას გააკეთებს და როგორ განახორციელებს საკუთარი ფუნქციის შესრულებას. კარგია, რომ გახარიელებს სიტყვა კომპეტენცია დაუგუგლავთ გუშინ და უსწავლიათ რაც არის. უბრალოდ დააგვიანეს. რამდენიმე წლის წინ უნდა ესწავლოთ ეს სიტყვა, მაშინ როდესაც მათი ბელადი შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციას იკავებდა და კოორდინირებულად რომ არ იმოქმედა, მაგიტო დავკარგეთ ჩვენ 1,000,000 კვადრატულ მეტრზე მეტი საქართველოს ტერიტორია. კოორდინაცია და კოორდინირების ფუნქცია არის უმნიშვნელოვანესი ფუნქცია იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე გვაქვს კოლეგიურ მმართველობით ორგანოებთან. ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს მთავრობაზე, რომელიც შედგება სხვადასხვა სამინისტროებისაგან და კოორდინაციის ფუნქცია, რომელიც მნიშვნელოვანია აღმასრულებელი ხელისუფლების როლში, შეიძლება იყოს მოქცეული კონკრეტულად ერთი თანამდებობის პირის, ან სახელმწიფოს მთავრობის თავმჯდომარის ხელში, ან გადანაწილდეს ის სხვადასხვა თანამდებობის პირებს შორის. ამ მიზნით არის სწორედ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაძლებლობა, რომ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის წევრებიდან, მის შემადგენლობიდან დანიშნოს ვიცე-პრემიერი ერთი ან რამდენიმე და თითოეულ მათგანს ჩააბაროს კონკრეტული სფერო, აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციის შემავალი სფერო, რომელიც მთავრობის უფლებამოსილებებს განეკუთვნება და ეფექტური მართვისათვის, მას ყოველდღიური კოორდინაციის რეჟიმისათვის კონკრეტული ეს მთავრობის წევრი იყოს მიმაგრებული. სახელმწიფო მინისტრის მანდატი გააერთიანებს სამი სტრუქტურის კოორდინირებას. ეს იქნება აღმასრულებელ ხელისუფლებას შემავალი შინაგან საქმეთა სამინისტრო და ორი სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური. ეს კოორდინაცია განსხვავდება იმ ურთიერთობისაგან, რომელიც სახელმწიფო მინისტრს ექნება ისეთ კონსტიტუციურ ორგანოებთან, როგორებიც არიან საქართველოს პროკურატურა, სახელმწიფო აუდიტის სამსახური და სასამართლო ხელისუფლება, რომელთა კონსტიტუციური მანდატი არ იძლევა რასაკვირველია მათი კოორდინირების შესაძლებლობას. დღეების განმავლობაში ნაციონალური მოძრაობა და მასთან დაკავშირებული და მართული მედიები ერთსა და იმავე კითხვას სვამენ. არის დაწინაურება თუ არის დაქვეითება და რას ხედავთ დღეს ზუსტად გახარიელი ნაცები ადგენენ ჩამოდგენ და დაიწყეს ზუსტად ამ კითხვის დასმა. მესიჯი მაინც შეცვალეთ ხალხო. სიტყვები მაინც შეცვალეთ, მაგრამ კარგით გასაგებია, რომ მიღებულ დავალებაში წერტილის და მძიმის შეცვლის უფლებაც არ გაქვთ და დიახ ბატონო გიგა მოსმენილის გააზრების პრობლემაც გვაქვს. კი, ფაქტია, ამას ადასტურებთ, რადგან არც ერთი ნათქვამის სიტყვა თქვენამდე ვერ მოდის სამწუხაროდ. რა შეძლო მამუკამ დინარაძემ 8 თვეში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ყოფნისას. ამის შესახებ თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე წერს. ალექსანდრე ტაბატაძის თქმით, სწორედ მამუკამ დინარაძის ანგარიშზეა სუსში შემავალი ოპერატიული ინფორმაციის 30 ჯერ გაზრდა. სახელმწიფო გადატრიალების ერთ დღეში აღკვეთა და ორგანიზატორების დაკავება. სწორედ დინარაძის ხელმძღვანელობის პერიოდს უკავშირდება კორუფციის აღმოფხრის კუთხით ასეულობით პირის დაკავება, გარე დაფინანსებისა და უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან შემომავალი დავალებების საქმეების გაშიფრვა, BBC-ს დეზინფორმაციის მხილება, საგამოძიებო მტკიცებულებებით და სხვა. ალექსანდრე ტაბატაძის თქმით, მთავარი წარმატება ჯერ კიდევ წინაა. რა შეძლო მამუკამ დინარაძემ 8 თვეში, არასრული ჩამონათვალი. სუსში შემავალი ოპერატიული ინფორმაციის 30 ჯერ გაზრდა. სახელმწიფო გადატრიალების ერთ დღეში აღკვეთა და ორგანიზატორების დაკავება. პირველად ქართული გამოძიების ისტორიაში ინტერნეტ ტრაფიკის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით მობილური აპლიკაციების დეტალური ანგარიშით დანაშაულის გახსნა. კორუფციაზე ასეულობით პირის დაკავება, მათ შორის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების. ბოლო 2 წლეულის განმავლობაში პირველად ჯაშუშების, მათ შორის რუსეთის ჯაშუშების დაკავება. გარე დაფინანსებისა და უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებიდან შემომავალი დავალებების სქემების გაშიფრვა. BBC-ს დეზინფორმაციის მხილება საგამოძიებო მტკიცებულებებით. სუსის ბიუჯეტის გაორმაგება, მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის, სპეციალური საშუალებების და ავტოპარკის სრული განახლება. სამსახურის თანამშრომლების ხელფასების 35%-მდე ზრდა.
სუსის დამსახურებული მრავალშვილიანი და უბინაო 70 თანამშრომლისთვის ახალი საცხოვრებელი ბინების გადაცემა. სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის შექმნა. 500-ზე მეტი ახალი თანამშრომლის მიღება. რამდენიმე ქვეყნის სპეცსამსახურების, მათ შორის აშშ-ის პირველ პირებთან შეხვედრა და ურთიერთობის დალაგება. ცრუ შეტყობინებების, ასაფეთქებელი და რადიოაქტიული ნივთიერებების ქვეყანაში შემოტანის და მსგავსი კატეგორიის ათობით დანაშაულის გახსნა. პირველად საქართველოს დაზვერვის ისტორიაში, დაზვერვის სტრატეგიის შემუშავება კონკრეტული მიმართულებების მიხედვით. ტერორისტული ორგანიზაციის წევრი და ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირზე მყოფი პირების დაკავება. ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაკავებული 45 უკანონო პატიმრის გათავისუფლება. გენერლობა. ნაცები გუშინდელ დღემდე აქედან მხოლოდ გენერლობას იმჩნევდნენ. გუშინ კი უმეცრების რეკორდი მოხსნეს. უწყებისა და ახალი კიდევ უფრო საპასუხისმგებლო თანამდებობრივი სტატუსის ვერ გარჩევით. მოკლედ, არ გამოვა ძირითადი და ფაქტობრივი თემებიდან ყურადღების გადატანა. მთავარი წარმატებები წინაა. თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე ამ წუთებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსობის კანდიდატს გეკა გელაძეს დახურულ ფორმატში უსმენენ. ის კანონმდებლებს სამოქმედო გეგმებსა და პრიორიტეტებს აცნობს, რის შემდეგაც საკითხი კენჭისყრისთვის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა. საკანონმდებლო ორგანო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს 6 წლის ვადით აირჩევს. თავარი ჩვენი ქვეყნისთვის არის ის, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუშაობდეს ძალიან მაღალ დონეზე და რა თქმა უნდა, მომკამდინარაძე სხვა სიმაღლეზე აიყვანა ამ სამსახურის მუშაობა და ზუსტად იგივეს გააგრძელებს გეკა გელაძე, რომელიც ერთი წელიც არ იკავებდა შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციას, თუმცა ჩვენ ნახეთ თუ რა ნაბიჯები, როგორი ეფექტური ნაბიჯები გადადგა გეკა გელაძემ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ, ეგრეთ წოდებული ქურდული სამყაროს წინააღმდეგ, არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ და სხვა ტიპის დანაშაულების წინააღმდეგ. ასეთ მოკლე დროში, ასეთი მასშტაბის ბრძოლა დაეწყოს ვინმეს, თუნდაც ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ, მთელი საქართველოს დამოუკიდებლობის მანძილზე არ მოხდა. ასევე ძალიან მასშტაბური ბრძოლა წამოიწყო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ. თქვენ იცით, რომ ქურდული სამყაროს სპარბაში არ დაუშვა საქართველოში, რომლებიც ცდილობენ უცხოეთიდან თუნდაც მართონ აქ ეს პროცესები. და როდესაც ადამიანს ასეთი უნარები გააჩნია და პლუს აქვს საკმაოდ სერიოზული გამოცდილება ოპერატიული მუშაობისა, რა თქმა უნდა, ჩვენ ველით ასეთი ადამიანისგან ვის იქნება წარმატებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ძალიან გამოცდილი, ძალიან კვალიფიციური, მაღალი რანგის პროფესიონალი, რომელიც ძალიან კარგად ერკვევა სახელმწიფო უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებთან მიმართებით, ასევე უნდა ითქვას, რომ ის მუშაობდა მოადგილის პოზიციაზე წარსულში, ამიტომ მისთვის ძალიან კარგად ნაცნობი სამსახურია. რეალურად უნდა ითქვას, რომ ამ მიმართულებით ძალოვანი სტრუქტურის ხაზი საქართველოს მთავრობაში არის რეალურად გაძლიერებული, რომელიც ქმნის მყარ საფუძველს იმ და მყარ განცდას საზოგადოებაში იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა იქნება დაცული კიდევ უფრო მეტად, ჩვენს ქვეყანაში წესრიგი იქნება დაცული კიდევ უფრო მეტად და ჩვენი ქვეყანა იქნება კიდევ უფრო მეტად წარმატებული. უკრაინული სცენარის განმეორების სურვილი, საქართველოში ხელისუფლების შეცვლის მცდელობები, თავდასხმა ქვეყნის სუვერენიტეტზე და ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციის მცდელობები. პარლამენტის პლენარული სესია პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა. მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მცდელობებსა და ევროკავშირის გზაზე ქვეყნის ხელოვნურად შეფერხების მცდელობებზე ისაუბრეს. აღნიშნული პროცესების უკან კი მათი თქმით, არაფორმალური ოლიგარქიული ძალების მმართველი ევროკავშირის ელჩი და ადგილობრივი რადიკალები არიან. სახელისუფლებო პარტიის წევრებმა ყურადღება ბრიუსელის ორმაგ სტანდარტებზეც გაამახვილეს და აღნიშნეს, რომ საქართველოს წინააღმდეგ მიზანმიმართული შეტევები მიმდინარეობს. ქართული ოცნების წარმომადგენლებმა იმ დეზინფორმაციულ კამპანიაზეც ისაუბრეს, რაც ბიძინა ივანიშვილის როგორც ქველმოქმედის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. თუმცა განმარტავენ, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა რეალობას იაზრებს და ცრუ ინფორმაციების მანიპულირებას აზრი არ აქვს. საქართველომ უარი თქვა მეორე ფრონტის გახსნაზე და ამავდროულად მტკიცედ დაიცვა საკუთარი სუვერენიტეტი. რამაც განაპირობა ის, რომ ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, ურთულეს რეგიონში არამხოლოდ მშვიდობის შენარჩუნება შეუძლიათ, არამედ ქვეყანა შეუქცევადი განვითარების გზაზე დავაყენეთ. საქართველოს წინააღმდეგ მუქარის და შანტაჟის იარაღს იყენებენ, გახლავთ საქართველოს არჩევანი, გახდეს ევროკავშირის წევრი. ერჩის კი იმ განცხადებაზე,
რომ არაფერი ვთქვათ, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ საზოგადოებას ქართული ოცნების წინააღმდეგ ხმის მიცემისკენ მოუწოდებდა, ამავდროულად ისიც რომ არ ვახსენოთ, რომ ის საქართველოს ხელისუფლებას აბრალებდა ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას, მაშინ როდესაც კარგად იცოდა და ეს თავად მისი სკანდალური წერილითაც დადასტურდა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი თავად ევრობიუროკრატებმა შეაჩერეს. მისი ბოლონდროინდელი განცხადებებიც კმარა იმის მისახვედრად, რომ ამ ადამიანის ქმედებებისა და განცხადებების უკან Deep State-ის ხელწერა ჩანს. მიზანი კი ჩვენი ქვეყნისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ შეტევის ახალი ტალღის დაწყება. ამის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია ის, რომ პაველო ჰერჩინსკის მიერ საქართველოს ბნელ წარსულში დაბრუნებაზე გაკეთებული განცხადებიდან რამდენიმე დღეში ადგილობრივმა პროპაგანდისტულმა საშუალებებმა ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციის მორიგი აბსურდული კამპანია წამოიწყეს. საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდ ქველმოქმედს სწორედ ქველმოქმედების კუთხით ცდილობენ ჭრილი მიაყენონ, რაც დამერწმუნეთ ამ ქვეყნის ნებისმიერი საღად მოაზროვნე მოქალაქისთვის ხიმილის მომგვრელია. ფაქტები ჯიუტი და ამ შემთხვევაში ძალზედ მშვენიერია. სამების ტაძარი, ოპერისა და ბალეტის თეატრი, რუსთაველის თეატრი, მარჯანიშვილის თეატრი, გრიბოედოვის თეატრი, თავისუფალი თეატრი, მოზარდ მაყურებელთა, თუმანიშვილის, მარიონეტების, მუსიკის და დრამის თეატრი, ფილარმონია, ჯანსუღ კახიძის მუსიკალური ცენტრი, კონსერვატორია, სამხატვრო აკადემია, პირველი კლასიკური გიმნაზია, ივანე ჯავახიშვილის პირველი კორპუსი. აღდგენილი და რესტავრირებული 540 ტაძარი და ძეგლი, მათ შორის კაცხის მონასტერი, ვარძია, სვეტიცხოველი, გერგეთის სამება, უფლის ციხე და სხვა. ასობით აშენებული და გარემონტებული სკოლები, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, დელფინარიუმი, დაფინანსებული ანსამბლები. ფიზიკურად განადგურების პირას მყოფი მსახიობების და ხელოვნების მუშაკების მიმართ გაწეული ქველმოქმედება. ეს ყველაფერი ფონდი ქართულს ქველმოქმედების ნაწილია, ათასობით გადარჩენილი სიცოცხლე და დაფინანსებული განათლება მისი ქველმოქმედების შედეგია და ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. ამ ჩამონათვალის მიღმა ვფიქრობ, რომ მისი ყველაზე დიდი ქველმოქმედება ქართულ პოლიტიკაში შემოსვლა და იმ ბოროტების დამარცხება იყო, რომელიც გვეგონა, რომ 2012 წელს მოვიშორეთ თავიდან, მაგრამ მას მერე არაერთხელ ამოყო თავი. 2022 წელს კი სულ სხვა მასშტაბის საფრთხედ მოგვევლინა. და რომ არა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც საკუთარი თავი და მისთვის ყველაზე ძვირფასი საკუთარი ოჯახის უსაფრთხოება გვერდით გადადო, ჩვენთვის უკრაინის სცენარი კოშმარული რეალობა იქნებოდა. სპორტში ძალიან დიდი ღვაწლი აქვს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, 100 მილიონობით დოლარია დახარჯული სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და 15-16 წელიწადზე მეტია დღესაც სპორტსმენები, მათი მწვრთნელები იღებენ ხელფას ბატონ ბიძინასგან. ერთი კვირის წინ საქართველოში ჩატარდა ორი უმაღლესი კატეგორიის შეჯიბრი, ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში და ძალოსნობაში. კიდევ ამ წელიწადს 30 საერთაშორისო ღონისძიება ჩატარდება. ეს ევროპის ჩემპიონატები, მსოფლიოს ჩემპიონატები, ჩამოსული სტუმრები ძალიან უსაფრთხოდ ბრძოლობენ და კომფორტულად თავს საქართველოში. მეორე ის, რომ სპორტული ობიექტები, ინფრასტრუქტურა არის მსოფლიოს სტანდარტების. დამოკიდებულება კიდევ ვიძახი, სპორტის მიმართ, სახელმწიფოს მიმართ არის ჯანსაღი, რაზედაც მინდა დიდი მადლობა გადაუხადო პრემიერ-მინისტრს, რომ მან გამოაცხადა საქართველოში სპორტი პრიორიტეტად. თვალში საცემია ევრობიუროკრატიის დამოკიდებულება, რომელიც საკუთარ სივრცეში ერთ რეალობას ამართლებს, ხოლო საქართველოს შემთხვევაში სრულიად სხვა კრიტერიუმებით მოქმედებს. რაც მათთვის მისაღებია საკუთარ ქვეყანაში, ჩვენთან აღნიშნული პრობლემა ცხადდება. ამგვარი მიდგომა არა მხოლოდ უსამართლოა, არამედ პირდაპირ ეჭქვეს აყენებს იმ ღირებულებებს, რომელთა საფუძველზეც თითქოს და მოქმედებს ევრობიუროკრატია. ჩეხეთი მუშაობს უცხოური აგენტის შესახებ კანონზე. ბალტიის ქვეყნები, რომლებიც ღვინის წარმოებლები არ არიან, რეკორდს ამყარებენ რუსეთში ღვინის ექსპორტის მაჩვენებლით, მაშინ, როდესაც საქართველოს სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ. ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა საჯაროდ გაცხადებული მკაცრი და სასანქციო პოლიტიკის მიუხედავად აქტიურად აგრძელებს მჭიდრო ეკონომიკურ და ენერგეტიკულ ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან. ასევე ნიშანდობლივია ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სიტყვები ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომთან დაკავშირებით. ციტირებ: ეს არ არის ჩვენი ომი და ჩვენ მასში თავს არ ჩავათრევინებთ. არანაკლებ მნიშვნელოვანი და საფრთხის შემცველია ქვეყნის შიგნით არსებული ორმაგი სტანდარტი. დღეს ორმაგი სტანდარტი ყველაზე მკაფიოდ ჩანს ოპოზიციური პარტიებისა და მათთან დაკავშირებული
პირების მოქმედებებში. ჩვენ ვისმენთ ევროკავშირის ელჩის ხერჩინსკის მუქარას. საქართველოს თუ არ შეასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს, დაუბრუნდება ბნელი 90-იანების წლებს. სასოწარკვეთილებაში არიან ეს გლობალური ძალები იმის გამო, რომ საქართველოში 5 რევოლუციური მცდელობის წყალობითაც კი ვერ მოახერხეს ხელისუფლების შეცვლა. ვერ მოახერხეს პირდაპირი უცხოური ჩარავების წყალობით ქართული მოსახლეობისათვის ეიძულებინათ ის არჩევანი გაეკეთებინა, რომელიც მათთვის იყო სასიამოვნო და მათთვის იყო მისაღები იმ მარიონეტული ხელისუფლების მოსაყვანად, რომელიც დღეს თუ ხვალ გარდაულად საქართველოს ჩართავდა ომში ან ისეთ საქმიანობაში, რომელიც საქართველოს ინტერესებს, ქართული მოსახლეობის ინტერესებს არანაირად არ ემსახურება და ზუსტად პირდაპირ მიგვიყვანდა სწორედ იმ ბნელ 90-იანებამდე, რომლითაც დღეს ჩვენს გვაშინებს ჰერჩინსკი. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ადგილი ჰქონდა კამაც. გიორგი გახარიას თანაგუნდელებმა სუსის დისკრედიტაციას სცადეს. ლევან მაჭავარიანმა პარტია საქართველოსთვის წევრების განცხადებებს პოპულისტური უწოდა და მათ სპეკულაციებს ფაქტები დაუპირისპირა. ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ამუკა მდინარაძის პირობებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიღწევებზე ისაუბრა და განმარტა, რომ ძალოვანი უწყებები ისევე როგორც სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზეა. პრობლემების გადასაჭრელად მხარი არ დაუჭირა 200 ლარიანი პენსიის ზრდას და მხარი არ დაუჭირა მინიმალური ზღვარის დადგენას ხელფასთან დაკავშირებით. სუსი უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფო უსაფრთხოებას, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას. ერთი ყოფილი ხელმძღვანელი თავად დააკავეთ ადამიანი, რომელსაც ქვეყნის უსაფრთხოებაზე უნდა ეზრუნა. კორუფციის წინააღმდეგ ებრძოლა, თავად აღმოჩნდა კორუფციული სქემის ცენტრში. ახლა როგორ აფასებთ თქვენ ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, ვინ ყოფილა მათ ხო არა? საერთოდ არავის დედამიწის ზურგზე არ აინტერესებდა ბატონი გიორგი გახარია მიუნხენის კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებდა თუ არ მიიღებდა. არავის არ აინტერესებდა. და გინდა თუ არა მიიღებსო გახარია მონაწილეობას და როდესაც არ მიუღია და ჟურნალისტები კითხვას გისვავენ, თქვენ პასუხობთ, რომ არო გიორგი გახარია იქ იყო და პრემიერებს შეხვდაო, პარტნიორი ქვეყნებისო, ვიცე-პრემიერებს შეხვდაო. ყველა ვიცით, რომ ტყუილი არის. არ წვენია? ბატონი მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა სულ რაღაც 9 წელი და აბსოლუტურად სხვა სიმაღლეზე აიყვანა ეს სამსახური და ვიხილეთ თუ როგორი ნაბიჯები გადადგა მან კორუფციის მიმართულებით, როგორი ნაბიჯები გადადგა მან ტერორიზმის მიმართულებით, ძალიან დიდი სიამოვნებით გავსდიდით პენსიას, მაგრამ დღეს მაგის საშუალება არ გვაქვს და კითხვას რო გისვევენ, რის ხარჯზე გასდიდით პენსიას, რას მოაკლებდით დაფინანსებასო, თქვენი პასუხია შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსო. ეს არის უპასუხისმგებლო პასუხი და ეს არის პოპულიზმი. და რაც შეეხება ბატონი ლილუაშვილი და იქ თუ ვინმე რაღაცა ისეთ საქმეს აკეთებდა და ისეთ ნაბიჯებს გამდა, რომელიც მიუღებელია პირველ რიგში ჩვენი გუნდისთვის, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი გუნდის პასუხისმგებლობა, ჩვენი ტვირთი არის. ჩვენ ეს ყველაფერი გარეთ გამოვიტანეთ, არაფერი არ მიგვიჩქმალავს. დავამტკიცეთ, რომ ინდულგენცია არ არსებობს, აბსოლუტურად ყველა დაიჯება კანონის უმკაცრესი ფორმით, ვინც ხელს მოითმობს ჩვენი ხალხის ბიუჯეტით. აჭარის უმაღლესმა საბჭომ მთავრობის თავმჯდომარე ზურა პატარაძე დაამტკიცა. ზურა პატარაძეს და მის მიერ წარდგენილ მინისტრთა კაბინეტს მხარი 13 დეპუტატმა დაუჭირა. აჭარის მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა უცვლელი დარჩა. ზურა პატარაძემ დეპუტატებს სამთავრობო პროგრამა წარუდგინა და ყურადღება რეგიონის განვითარების ძირითად მიმართულებებზე გაამახვილა. ზურა პატარაძემ რეგიონში ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის განათლებისა და ტურიზმის გაძლიერებაზე ისაუბრა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც სულხან თამაზაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა. ზურა პატარაძე აჭარის მთავრობას 2016-2018 წლებშიც ხელმძღვანელობდა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო უმაღლეს საბჭოს დეპუტატებს, რომლებმაც დღეს ამირჩიეს მთავრობის თავმჯდომარედ. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ქვეყნის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრისთვის, მთლიანად პოლიტიკურ გუნდს, ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარის ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ვფიქრობ, ეს არის ერთი მხრივ ძალიან დიდი პატივი, მაგრამ ამავდროულად ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ზუსტად ამ წუთიდან ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ვალდებულება ხალხის წინაშე, ჩემი მშობლიური აჭარის წინაშე, თითოეული მოსახლეობის წინაშე და დღეიდან დაიწყება აქტიური მუშაობა ჩვენ გუნდთან ერთად
რათა შევეცადოთ შესაძლებლობის ფარგლებში და მეტიც გავაკეთოთ ჩვენი მოსახლეობისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. დამტკიცდა აჭარის მთავრობა შესაბამისად შემადგენლობა, რომელმაც წარმოადგინა ხედვები, რომელიც აბსოლუტურად მოდის შესაბამისობაში რეგიონის განვითარებასთან, გამოწვევებზე ადეკვატური პასუხით, რაც გულისხმობს სამომავლოდ ჯეროვან, პასუხისგებლიან საზოგადოებასთან ერთად ჩართულობით მიღებულ გადაწყვეტილებებს, რაც თავის მხრივ გულისხმობს განათლების, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, კულტურული მემკვიდრეობის და ეკონომიკური განვითარების ტემპების გაგრძელებას და ფორსირებას ჩვენი რეგიონის განვითარებისა და კეთილდღეობისთვის. შინაგან საქმეთა მინისტრი მოადგილესთან ერთად პოლიციის დეპარტამენტის დირექტორებს შეხვდა. სულხან თამაზაშვილმა თანამშრომლებთან უწყების პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა. ასევე ყურადღება გამახვილდა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულებთან ბრძოლასა და საპოლიციო პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით. მინისტრი ასევე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს და ამავე დეპარტამენტის ხელმძღვანელებს შეხვდა. მან ასევე ხაზი გაუსვა საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მნიშვნელოვან როლს და აღნიშნა, რომ დეპარტამენტის საქმიანობის კიდევ უფრო გაუმჯობესების, მათ შორის მოქალაქეებისთვის საპოლიციო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით შესაბამისი ღონისძიებები აქტიურად გაგრძელდება. ძალოვანი უწყების ხელმძღვანელმა თანამშრომლებს მართლწესრიგის დაცვისთვის მადლობა გადაუხადა და სამუშაო პროცესთან დაკავშირებით შესაბამისი დავალებები მისცა. უკვე 4 საათია, რაც საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. მასში 38 უმაღლესი სასულიერო პირი მონაწილეობს. სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრო დუშეთისა და წილკნის მიტროპოლიტი მეუფე ზოსიმე. სინოდი დღეს პატრიარქობის 3 კანდიდატს დაასახელებს. სავარაუდოდ დღესვე დადგინდება გაფართოებული კრების თარიღიც, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება. ქვეყნის სამოციქულო ეკლესიამ 152 პატრიარქი 16 მაისამდე უნდა აირჩიოს. სამებაში გაფართოებული სხდომის ფარგლებში 2000 მონაწილე შეიკრიბება, თუმცა ხმის მიცემის უფლება მხოლოდ სინოდის წევრებს ექნებათ. პატრიარქის მიტრას დაიდგამს ის, ვინც სინოდის მიერ გამორჩეული 3 კანდიდატიდან სინოდის წევრების ხმების უმრავლესობას, ანუ მინიმუმ 20 ხმას მოიპოვებს. თუ გაფართოებულ კრებაზე ხმათა საჭირო რაოდენობას ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოიპოვებს, გაიმართება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობას ხმათა უმრავლესობის მქონე 2 კანდიდატი მიიღებს. დღეს იქნება სინოდზე 3 საპატრიარქო კანდიდატის გამორჩევა და შემდგომი სინოდი გაფართოებული სხდომა უკვე იქნება გამოსავლენად პატრიარქის. ჯერ არ ვიცი თარიღი, როდის ჩაინიშნება ზუსტად გაფართოებული სხდომა, თუმცა 17 მაისამდე უნდა მოხდეს ეს. კრიტერიუმებში ჩვენ კითხულობთ, რომ უნდა იყოს ქართველი, უნდა იყოს ბერი, უნდა იყოს სინოდის წევრი, უნდა კონდეს განათლება და ასაკზე არის მითითება, რომ 40 წელი უნდა კონდეს შესრულებული და 70, არა უმეტეს 70 წლისა უნდა იყოს. ეს არის კრიტერიუმები. დღევანდელი დღე არის ისტორიული, რა თქმა უნდა, დიდი მოლოდინია, ხალხის დიდი ინტერესი არის, ეს გასაკვირიც არ არის, თუმცა როგორც იცით, ეს არის ფარული ხმის მიცემის პროცედურა, ამიტომაც ჩვენ ვერ ვასახელებთ იმ კანდიდატურას, ვისაც ხმას ვაძლევთ, რა თქმა უნდა, უკვე თითოეული ჩვენთაგანი ალბათ ჩამოყალიბებულია, ვის უნდა მისცეს ხმა და რა თქმა უნდა, ღვთისწყალობით დღეს დასახელდება საპატრიარქოს 3 კანდიდატი და შემდგომ გაფართოებულ კრებაზე უკვე იქნება ახალი პატრიარქი არჩეული. სავარაუდოდ თარიღიც დღეს გადაწყდება, მომავალი კრება როდის შედგება და შესაძლებელია ინტრონიზაციის დღეს უკვე დღეს გადაწყდეს. ახალი ამბები 16 საათზე დასრულებულია, ეთერს გააგრძელებს პოლიტიკური პოსტი, მე გემშვიდობებით ნახვამდის.